რუსეთი თავს დაესხა სამხრეთ უკრაინის ზაპოროჟიის რეგიონს. დაიღუპა 1 ადამიანი, 12 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის ადგილობრივმა სამხედრო წყაროებმა გაავრცელეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ხორტიცკის რაიონში განადგურდა 10-ზე მეტი ავტომობილი და დაზიანდა სასაწყობო ობიექტები. რეგიონის ხელმძღვანელის ივან ფიოდოროვის თქმით, 23 სექტემბერს რუსულმა ავიაციამ ქალაქ ზაპოროჟიაში 5 ბომბი ჩამოაგდო, რასაც ერთი მამაკაცი ემსხვერპლა. სახლი 30 წლის განმავლობაში იდგა, ახლა კი ყველაფერი გაქრა. სახლი აღარ არსებობს. ყველაფერი განადგურებულია. კედელი ჩამოიშალა. აქ ცხოვრება შეუძლებელია. ეს უნდა დაინგრეს და ახალი აშენდეს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს შექმნან ერთიანი, მრავალშრიანი საავიაციო თავდაცვის სისტემა, რომელსაც რუსული ბომბებისა და დრონების გასანეიტრალებლად გამოიყენებენ. ამავდროულად უკრაინამ იერიში მიიტანა რუსეთის ლოგისტიკურ ობიექტებზე. შეტევის შედეგად შემცირდა რუსეთის ნავთობსაწარმოების მუშაობა.